მოგესალმებით, მე ვარ ეზიჭკუასელი ეროვნული ოსტატი ჭადრაკში. ეს კი ჩემი შვილი, თაია ჭკუასელი არ არის აქ. ხო, თაია იმიტომ არ არის, რომ გამომწერმა მთხოვა ლაზიერი ეტლის წინააღმდეგ, რომ ვერ მოვიგეო, ძალიან დიდი ხანი ვეწვალეო და ვერ მოვიგეო და იქნება გადაიღოთ ამაზე ვიდეო და თაიასთვის ჯერ ადრეა ეხა ლაზიერი ეტლის წინააღმდეგ სწავლა და თამაში. ამიტომ ტყუილა არ დავღლი და თქვენ აგიხსნით, მოკლედ ძალიან საინტერესო ენჩბილია ეს ლაზიერი ეტლის წინააღმდეგ. შეუდგეთ სწავლას. ლაზიერი ეტლის წინააღმდეგ არის რამდენიმე პოზიცია. მე აგიხსნით ახლა მთავარი პოზიციები რაც არის, მაგას აგიხსნით, რომ აი ის დეტალი დაიჭიროთ რა, რომ როგორ მოუგოთ და რა შემთხვევაში თქვენც როგორ ებრძოლოთ ეტლით უკავთ ლაზიერის წინააღმდეგ. ბარემ აქ ვართ და შეგვიძლია დავალაიქოთ ეს ვიდეო და გამოვიწეროთ ეს არხი. რომ მალე ავიდეთ 1000 გამომწერზე, სადაც გათამაშება გველოდება. მოდი დავიწყოთ ახლა. მთავარი პოზიციებით დავიწყებ ახლა მე, ეს არის ფილიდორის პოზიცია. ფილიდორის პოზიცია არის, აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი პოზიცია. და ლაზიერი მაგალითად იყოს, რა ვიცი, სად დავდოთ ლაზიერი, დავდოთ მოდი A5-ზე დავდოთ ლაზიერი. კი ბატონო, აქ არის, დავუშვათ არის თეთრების სვლა. პირველ რიგში რაც უნდა ვეცადოთ, ეს არის რომ კუთხეში მივიმწყდიოთ მეფე. როგორ უნდა მივიმწყდიოთ, ამას ცოტა მე გასწავლით, შედარებით ადვილად შეიძლება მოხდეს ეს. ეხლა რაც შეეხება ამ პოზიციას, აქ არის როგორი რაღაცა. ძალიან ხშირად აქ ანუ ქიშს დავუშვათ ქიში ვითამაშეთ, მეფე წამოვიდა და აქ ვერ ძლიერდებით რა. თუ ეს პოზიცია არ ვიცი, ძალიან ხშირია ამას აქ ლაზიერ A6 თამაშობენ, თუმცა აქ არის ერთი პატარა მახე, რომელიც უნდა იცოდეთ, ეტლი C7 და როდესაც მეფე B6 მიდიხარ, რომ ეტლი იმის იმედით გამოვიდეს აქეთ და შემდეგ რაღაც შამათს ჩაუსვა, აქ ეტლი C6 აქვთ და გვიკეთებენ ყაიმს. ეს რაც უნდა ვიცოდეთ. აქ მეფე D6 თუ ვითამაშებთ, აქ ეტლი D7 და თუ მოუკლავთ, ისევ პატი არის. და თუ მეფე C6 დავბრუნდებით უკვე ეტლი D6 და აქაც არის ესეთი საყაიმო პოზიცია, პატი დგება. ამიტომ აი ესეთი პოზიცია თუ დაგვიდგება, ჩვენ აქ უნდა ვითამაშოთ. ანუ ერთგვარი უნდა დავატრიალოთ პოზიცია რა. ნახეთ როგორ რაღაცა უნდა გავაკეთოთ ახლა. თქვენ რას ფიქრობთ, აბა აქ რას ითამაშებდით? ანუ თავარი ნახეთ რა არის, რომ ეს ეტლი გვინდა რომ მოვაშოროთ აქედან, რომ მეფე აღარ იცავდეს, რომ მე იქნებ ქიშით და ანუ ორმაგი მუქარით ჩანგალს რო ვეძახით, მაგით ავიყვანოთ. აი ეს პოზიცია უნდა დავატრიალოთ რა, ნახეთ, რომ ამ პოზიციაში იყოს ცუქცვანგი. იცით რა არის ცუქცვანგი? ცუქცვანგი არის, როდესაც შენიშვლა და ყველა შემთხვევაში გიწევს ცუდი შლის გაკეთება. ანუ რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი ცუდი. ეხლა რო იყოს შავების სვლა, ნახეთ, ეტლს აქ ვერ გავა ლაზიერით ქიში და ეტლს წააგებს, აქეთ ვერ გავა. იმიტომ რომ ნახეთ, ქიში წამოვა კიდე ქიში და მე აქედან მოუგებთ ეტლს. ანუ ცოტა კი რთულია, მაგრამ ესე დროს ანუ თავარი მუღამი დაიჭირეთ რაში, რომ ეტლი წავიდეს რაც შეიძლება შორს, ანუ ხელი არ შეგიშალოს ეტლმა და შემდეგ თქვენი ფანტაზია უნდა ჩართოთ, რომ ძალიან ბევრი ქიში იპოვოთ. მოკლედ და სადღაცა იმ ეტლს დაიჭერთ, ანუ შავებით ძალიან რთულია ამ პოზიციის დაჭერა რა. ნახეთ ახლა როგორ გავაკეთოთ ეს. ლაზიერი E5 ქიში, მეფე აქეთ წამოვა. რა თქმა უნდა, ლაზიერი ერვა აქ შამათია, უნდა წამოვიდეს აქეთ, ან აქეთ, არ აქვს მნიშვნელობა და აქ უკვე ლაზიერი A1 ქიშს ვეუბნევით და მეფე B8-ზე ვაყენებთ აი ამ პოზიციას. ანუ ის თუ გავიდოდა მაგალითად, ნახეთ, თუ გავიდოდა R8-ზე, ისევ იგივე ქიშია, ეტლი A7 გადაფარება R8-გან, რადგან ლაზიერი H8 არის შამათი და მეფე B8-ზე მოვდივართ ლაზიერი A5. აი ეს პოზიცია დაიმახსოვრეთ, არის ცნობილი პოზიცია, ფილიდორის პოზიცია. შესაბამისად, ეხლა რა არჩევანი რჩება? აქეთ თქვით, რომ R8-გან, რადგან უკლავთ, აქაც თქვით, აი აქ რო მოვიდეთ, ხო? დავუშვით ეტლი G7 მოვიდეთ, მაშინ ლაზიერი აქ, ქიში და ისევ დავიჭირეთ ეტლი. რაც შეეხება ლაზიერი H7, ეტლი H7, მოდი ვნახოთ ეტლი H7-ზე რა მოხდება. ჩვენც მოვძებნოთ რაღაცა ქიშები.
ეტლი H7-ზე რაღაცა ესეთი ქიში რო უთხრათ, აქეთ თუ წავა შამათია, აქეთ თუ წავა, აბა აქ მოვიდეთ მოდი, აქეთ თუ წავა. მოვიდეთ მოდი. აი აქ, კი ბატონო. თუ აქეთ წავა შამათია, თუ აქეთ წავა მოუგებთ ამას. თუ აქეთ წავა, მაშინ ისევ ქიში და აქეთ რო წავა B1-დან აქ დავიჭირეთ ეტლი. აი ესეთი მსგავსი რაღაცეები უნდა ეცადოთ რომ გააკეთოთ. ან თავარია რომ ეტლი მოაშოროთ, ეს დაიმახსოვრეთ ამ ცნობილი ფილიდორის პოზიციის დახმარებით. ლაზიერი A5 და აქ ეტლი თუ უკვე აქეთ მოშორდება. ანუ აქ ვერ შორდება, რადგან ლაზიერი E5 არის. თუ აი აქეთ მოშორდება, მაშინ აი უნდა ჩართოთ თქვენი ფანტაზია და ქიშები უნდა მოძებნოთ. მაგალითად, აქეთ ქიში, ამაზე შამათია, წამოვიდა აქ, მაგალითად, აქეთ ქიში. შეგვეძლო აი აქაც გვეთქვა ქიში. აქეთ ქიში ხო არ ჯობდა? აქეთ ქიში რომ მე აქეთ შამათი გავაკეთოთ, ესე, ისევ ქიში, მეფე წამოვა, ეხა უკვე აქედან ქიში. აქედან ქიში, კი ბატონო, აქ თუ წამოვა, შამათი გვაქვს. არვაზეც თუ წამოვიდოდა, ისევ ეტლს დაკარგავს აქ. სად უნდა წავიდეს? ნახოთ, ბერვაზე უნდა წავიდეს, სხვა გზა არ აქვს. მოდი აქედან ჟერვაზე უთხრათ და ლაზიერი H7, ეს დავიჭირეთ მოკლედ ისევ ეს ეტლი. ანუ ესე კონკრეტულად ამის დამახსოვრებდა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. უბრალოდ მთავარი პოზიცია თუ გეცოდინებათ, აი ეს ფილიდორის პოზიცია თუ გეცოდინებათ, ძალიან გაგიადვილდებათ ამ პოზიციის მოგება და თან მთავარი მუღამი ის არის, რომ ეტლი იყოს რაც შეიძლება შორს მეფისგან, რომ მეფე ვერ დაიცვას. ამას ამდენჯერ იმიტომ ვიმეორებ, რომ აი ეს გაგიჯდეთ გონებაში, რომ ეს მერე აი რო შეგხვდება იქ თამაშის დროს, ეს სადღაცა მოგიტივტივდეთ. კაი, მოდი ვნახოთ ეხა მაშინ ეს პოზიცია გავიარეთ ფილიდორის პოზიცია და მოდი ვნახოთ ეხა შემდეგი პოზიცია, ან რომ აი კუთხეში არ აყვავს მიმწყდეული დაუშვათ. ხო? დაუშვათ იყოს როგორი პოზიცია? აი დაუშვათ არის ესეთი პოზიცია და ეხა ჩვენ გვინდა რომ ეს პოზიცია დავაყენოთ ისე მივიყვანოთ ფილიდორის პოზიციამდე, სადაც ეტლი აქ დგას, მეფე უკვე შეყვანილია კუთხეში და აი მას ვაყენებთ. რაც წეგან ვილაპარაკეთ. აქ ლოგიკური სვლა იქნებოდა ლაზიერი F5. დაუშვათ თუ მოვიდოდა მეფე D8-ს, ეს ქიში არაფერს არ გვაძლევს, ეხლა ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ მეფე აქ, რომ შემდეგ საშამათო ქსელი შევქმნათ, მაგრამ ნახეთ, აი აქ დაიმახსოვრეთ, რომ აი ამაზე აქვს ძალიან მაგარი სვლა ეტლი E6, რადგან ლაზიერი E6-ზე არის უკვე პატი და მეფეს თუ გადმოვალთ E5-ზე, ეტლი აქეთ გადმოდის და უკვე თავიდან გვიწევს მოკლედ ისევ B5 უჯრაზე გადაყვანა მეფის. ამიტომ მეფე C5-ს აზრი არ აქვს, აი დაუშვათ ნახეთ, დავაბრუნოთ უკან. ეს იყო აქ და ხო. აი აქ მეფე C6 აზრი არ აქვს, რადგან ეტლი E6 ისე უკან გვხევს. აქ უნდა დაიმახსოვროთ, რომ აქ უნდა მოხვიდეთ მეფე C5. ეტლი არ უნდა მეტოქეს, რომ ძალიან შორს ყავდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მიზანია ეს. დაუშვათ მოვიდა მეფე C7. აქ ეხა შეგვიძლია ჩვენ ვთხრათ, მივიდეთ უბრალოდ ლაზიერი რომელი ჯობია ეხა აქ აბა? მეფე C7-ზე ალბათ ლაზიერი D5. ლაზიერი D5 რომ ეს ეტლი მოვიდეს აქ, კი ბატონო, ლაზიერი E5, შემდეგ ქიში, შემდეგ რა უნდა ითამაშოს მეფე B7? ხო, მეფე B7, მეფე C8-ზე პირდაპირ მეფე C6 არის რა. მეფე B7 უნდა ითამაშოს. მეფე B5, აქ ეტლი C7, ლაზიერი E8, ეტლიც მეფე A7 შეიძლება ეტლი C8 ქიშზე, ლაზიერი E4 ქიში, მეფე წავა A7-ზე, მეფე A7-ზე რა ვითამაშოთ მეფე A7-ზე? მეფე A7-ზე ლაზიერი E7 ვითამაშოთ და ამაზე მეფე B6 მივიდეთ მაშინ. და მოგებულია, კი ბატონო, ეს პოზიცია მოგებულია. ანუ აქ, ამიტომ ეტლი C8-ს არ ჩადიან და მეფე A7-ს გადიან აქ. მეფე A7-ზე ჩვენ უნდა ვითამაშოთ მაინც ლაზიერი E4 და უკვე ეტლი B7-ს რომ მოვლენ, მეფე C6. კი ბატონო, და დავდექით იმ პოზიციაში, რაც ჩვენ გვინდოდა. ესე იგი, მეფე აქ R8-ს თუ ჩავა, ლაზიერი A4, მეფე
ამაზე უკვე ისიც რომ ლაზიერი A6, როგორც წეგან გასწავლეთ, ამ ეს პატი არ გააკეთებინოთ და აქ მიდით ლაზიერი A5 რომ იყოს მეტოქის სვლა და დავაყენეთ ის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვინდოდა. აქ რამე სხვა სვლა მეფე დავუშვათ ბერვა რომ მოვიდეს, მეფე ბერვაზე ლაზიერი E5, აი ის რაც გითხარით, მეფე C8-ზე ლაზიერი E8 არის, მეფე A7-ზე ლაზიერს ჯერ A1-ზე ჩამოდიხართ და შემდეგ უკვე A5-ზე დგებით. და ეს არის ცნობილი ფილდორის პოზიცია, სადაც აქ აქვს შავებს ცუგ ცვანგი. ნახეთ, აქ რამე სხვა გზა ქონდა, მოდი ერთხელ კიდე გავიაროთ ეს. ეს მეორე ეტაპიდან ცოტა რთულია, მაგრამ ნუ არა უშავს. ხო, იყო ეს პოზიცია, აქ უნდა მივიდეთ, ესე იგი მეფე C6 არ ვარ გამ, რადგან ეტლი E6-ია და ამას ვერ უკლავთ პატია და მე-6 ხაზი უკავია, მივდივართ მეფე C5-ს. თქვენს დაგვიწერეთ კომენტარებში რა, აი რამე თუ გამომჩან, რამე თუ გაინტერესებთ, რომ გაგცემ პასუხს, იმიტომ რომ ესე ძალიან რთულია, ესე კონკრეტულად რას ითამაშებს, იმიტომ ძალიან ბევრი გაგრძელებები აქვს ხოლმე. თავარია იდეა დაიმახსოვროთ, რომ ეტლის გაგდება გინდათ და ფილდორის პოზიციაში მიყვანა გინდათ. აქ მეფე C7, ლაზიერი F8, არა, ლაზიერი D5 ჯობია, მართალია. ლაზიერი D5, ლაზიერი ეტლი D7, ლაზიერი E5, მეფე B7, მეფე B5. ნუ აქ ეტლი D8 არ გადის, რადგან ლაზიერი E7 მეფე C6-ია, ეტლი C7 კი ბატონო ერთადერთია. და აქ ლაზიერი E8, კი ბატონო, ლაზიერი E8, რო აი ეტლი C8-ს რომ მოვლენ, ლაზიერი E4 მივიდეთ და მერე მეფე შევიდეთ. აქ მეფე A7 უნდა მოვიდეს ალბათ. ცადე ეს რატო გაიქცა? აქ მეფე A7 უნდა მოვიდეს. ლაზიერი E4, აქ მეფე B8-ზე მეფე B6 შესვლა აქ და ვაი, ეტლისთვის დაკეტილი მაქვს ეს, აი ესე. ეტლისთვის უკვე ეს დაკეტილია და ქის ვეღარ მეუბნება და იძულებულია შევიდეს ეტლი B7 და ნუ მეფე C6, მეფე A8 და უკვე ლაზიერი A4, მეფე B8, ლაზიერი A5 და ეს ცნობილი ფილდორის პოზიცია დადგა. ნუ შევეცადე კარგად ამიხსნა, არ ვიცი ხა როგორ გამომივიდა, მაგრამ თუ რამე კიდე გაინტერესებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში. რავი, მე მგონი კიდე არის აქ უკვე ცოტა გაღრმავებები, მაგრამ ის უკვე ძალიან რთულია დასამახსოვრებლად და თავარი პოზიციები რაც არის გითხარით, შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ და მადლობა გვერდში დგომისთვის, ვინც იწერს ჩვენ არხს, ვინც ალაიქებს ამ ვიდეოს, ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. და იმედია თაიაც გვეყოლება. კარგად.